ნინო ბურჯანძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი გვერდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით და გმადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ნინო, მე მაინტერესებს თქვენი როგორც დარბეული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შეფასება იმ კადრებზე, რომლებიც ჩვენ დღეს პირველად ნახეთ. ამ კადრების არანაირ განსაკუთრებული შეფასება არ უნდა. ეს კადრები ჩემთვის უცხოს არაფერს არ აჩვენებს. ჩვენ ეს ვინც იქ ვიყავით, ყველამ ჩვენ თავზე გადავიტანეთ და გარდა ამისა აქ არაფერი, გარდა იმ საუბრისა, რომელიც არის, არაფერი უცხო არ არის. ხა იქ ჩემი წინამორბედი აქ საუბრობდა, რომ ამ კადრებმა მოგცა საშუალებაო, რომ დაგვემტკიცებინა, რომ ალყა იყო და ბოდიშვი ხდი, მაგრამ ძალიან მარტივი იყო რამდენიმე ტელეარხის მიერ YouTube-ზე დადებული კადრების ნახვაც კი იმისათვის, რომ დარწმუნებული იყო პროკურატურა იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად იყო ალყა. ეს არავითარი სიახლე არ არის, ეს კადრები არსებობს, ამ კადრებზე არაერთი დასკვნა არის დადებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასე რომ პროკურატურის აბსოლუტურ უსუსურობას ესეც ადასტურებს. და მე სიმართლე გითხრათ, ახლა ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ გუშინ არ აღმოუჩენიათ ეს კადრები და არჩევნებამდე 3 კვირით ადრე არ უპოვიათ ეს კადრები არქივში, მაგრამ პირველად ვიფიქრე, რომ წამოწდა მეთქი ბატონ ჯარჯის, როდესაც 2016 წლის აპრილი ახსენა და დავფიქრდი კიდეც სიმართლე გითხრათ, ახლა ამ ახალგაზრდა კაცისათვის ესე სიტყვა, ასე ვთქვათ, შემებრუნებია თუ არა და ჩამეყენებია თუ არა მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მეორედ რომ გაიმეორა, უკვე ნამდვილად მივხვდი, რომ ეს არ იყო, ესე ვთქვათ, წამოწდენა ან შეცდომა მისი მხრიდან. და ის მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს კადრები პროკურატურას ხელში ჩაუვარდა ყველაზე გვიან 2016 წლის აპრილში. 2016 წლის აპრილიდან დღემდე არის 6 თვე გასული და როგორც ბატონი ჯარჯი ამბობდა, 6 თვე დაჭირდათ მათ ამ კადრების იდენტიფიკაციაში, ვინ არიან ის პირები. ეხლა სასაცილოა მართლა დაგვცინიან თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ახალაიას ამოცნობას დაჭირდა 6 თვე? და ახალაიას ხმის ტემბრის დადებას, მისი ხმის ტემბრზე და ამ ექსპერტიზას 6 თვე დაჭირდა. აბსოლუტურად დადასტურდა დღევანდელი ეთერით, რომ ეს კადრები არსებობდა ადრეც, პროკურატურამ ეს იცოდა, უბრალოდ ეს კადრები შემოინახა პროკურატურამ და ხელისუფლებამ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე გამოსაქვეყნებლად, რაც მე პირადად ძალიან შეურაცხყოფს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე განცდა ექნება 26 მაისის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ჩვენ 4 წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას და არც უნდა დაჭირვებოდა წესით ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებაზე ჩვენი მოთხოვნა. ყოფილო ხართ გამოძიების ტემპების მიმართ და ამაზე თქვენ დღეს არ გაგეკეთებიათ განცხადებები, არაერთი განცხადება მოგვისმენია თქვენგან წინა წლებშიც. ანუ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება თავად იყო დაინტერესებული, რომ 26 მაისის ერთ-ერთი რეზონანსული საქმე გაეხანგრძლივებინა და გაეჭიანურებინა? როგორ უნდა ავხსნათ ეს ამბავი? არა, მარტივად ჯერ ერთი, იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ელემენტარულად, რომ ამერიკის ელჩი წარბს რომ აწევს, ემანდრამი არ ეწყინოსო, მერე რამე ნაბიჯი გადადგას. ეს ძალიან მარტივია. თუნდაც თქვენ კითხვა დაუსვით იგივე პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ მკვლელობასთან დაკავშირებით და ბატონმა ჯარჯი მილაპარაკა, რომ ეს ძალიან კომპლექსური საქმეა და რა კომპლექსური საქმეა ასეთი, რომ 4 წელი დაჭირდა ამის გამოძიებას. როგორც კი ბატონი არჩილ კბილაშვილი დაინიშნა პროკურატურაში, გენერალურ პროკურორად, თუ მთავარ პროკურორად, პირველი რაც მე ვთხოვე მას მიუმართე როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ, როგორც მისმა ყოფილმა ლექტორმა, როგორც უბრალოდ ადამიანმა, როგორც მოქალაქემ ამ ქვეყნის, მთელი 26 მაისის აქციის მონაწილეების და პირადად ჩემი სახელით, იმ უსამართლოდ ბრალდადებული მძღოლის სახელით მიუმართე და ვთხოვე, რომ გამოიძიე პოლიციელის მკვლელობა. ეს არ იყო ავტოავარია, ეს იყო მკვლელობა, პოლიციელი მოკლეს და ეს იცის მისმა ოჯახმაც ძალიან კარგად, რომელმაც კითხვები დასვა იმასთან დაკავშირებით, რომ რატო ამბობდა ის უბედური გარდაცვლილი ბიჭი რამდენიმე დღით ადრე იმას, რომ მე ისეთი რამე ვიცი, რომ დიდი ალბათობით მომკლავენო, როგორ მოხდა, რომ მისმა ახლომყოფმა ადამიანებმა დედას ვერც ერთმა ვერ უთხრა, როგორ მოხდა ეს ავარია და ეს კითხვები დედასაც ჰქონდა მათ შორის და მე ეს ოჯახის წევრებისაგან მოვისმინე და რატო არ გამოიძია პროკურატურამ ეს საქმე. მაგრამ საქმე იცით რაშია? საქმე იმაშია, რომ ეს საქმე რომ გამოეძიებია ქართულ ოცნებას და პროკურატურას, მაშინ ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრება და მთელი 26 მაისის მონაწილეები სხვაგვარად გამოჩნდებოდით, მაშინ კოჰაბიტაცია ვეღარ იქნებოდა და ამერიკის საელჩოსთან ქულებს ვერ ჩაიწერდნენ და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დიახაც მე მაქვს იმისი თქმის უფლება, რომ ნამდვილად მწვანე შუქი სააკაშვილის დარბევაზე მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებამ აუნთო, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია
ორგანიზაციის იმ დღეს თქვენ წარმომადგენლის თქვით, რომ განცხადება. ქართული ოცნებაშიც არის ერთ-ერთი ასეთი ჩუგაშვილი, რომელიც აცხადებდა რამდენიმე საათით ადრე დარბევამდე, რომ აქცია უკანონოა და ხელისუფლებას დარბევის უფლება აქვს. თამარ ჩუგაშვილი მაშინ ამბობდა, რომ თუ კანონით დადგენილ ვადაში არ დატოვებდნენ აქციის მონაწილეები, მაშინ ამ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენება იქნებოდა კანონიერი. აი ასეთი იყო, მე დღეს კიდევ ერთხელ გადავავდე თვალი ჩუგაშვილის ამ განცხადებას. იურისტია ქალბატონი ჩუგაშვილი და უნდა ცოდნოდა, რომ ჩვენ ნებართვა არ გვჭირდებოდა, უნდა იქ სადაც ვიდექით. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანებს აქვთ უფლება ნებისმიერ ადგილზე შეიკრიბონ და ამისათვის მათ ხელისუფლების ნებართვა არ სჭირდებათ, მათ ჭირდებათ მხოლოდ ის, რომ წინასწარ გააფრთხილონ ხელისუფლება, რომ ამ ადგილზე იქნებიან და ჩვენ გაფრთხილებული ვყავდა ხელისუფლება, რომ იქ ვიქნებოდით და არანაირი ნებართვა არ გვჭირდებოდა და მე ძალიან კარგად მახსოვს სხვათა შორის და ნამდვილად ამაქვს საფუძველი ვილაპარაკო ორმაგ სტანდარტებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც დიპლომატიური კორპუსის მხრიდანაც რომელიც მეორე დღეს დაწყობილი მივიდა სისხლგადარეცხილ რუსთაველზე ისე რომ წარბი არ შეტოკებია პრაქტიკულად არც ერთს და თითქმის ყველა მიპატიჟებული მივიდა მათ შორის სასიქადულო ხელოვნების წარმომადგენლები საქართველოსი გარდა მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქის ერთადერთი ადამიანი გახლდათ პატრიარქი რომელიც იქ არ მივიდა და რამდენიმე ესე ვთქვათ ჯარისკაცმა და რამდენიმე რიგითმა ესე ვთქვათ კონცერტის მონაწილემ გააპროტესტა მხოლოდ კონცერტში და აღლუმში მონაწილეობა მე ძალიან კარგად მახსოვს 26 მაისის კადრები დღეს ძალიან ათლად გაიარა ჩემ თვალწინ და ყველა იმ ადამიანის თვალწინ, ვინც ჩემს გვერდით არის და ვინც ამ ოფისში არის დღეს და მე ახლა მუხიანში ვიყავი რამდენიმე საათის წინ და სრულიად შემთხვევით იქ აღმოჩნდა 1-26 მაისის მონაწილე, ორი კიდე რომლებიც პოლიტპატიმრები იყვნენ ზუსტად 26 მაისთან დაკავშირებით დაპატიმრებულნი. მე ყველაფერი ძალიან კარგად გამახსენდა და როგორც აი პარალელური კადრები, აი ესე დამიდგა თვალწინ რა ხდებოდა მაიდანზე როდესაც ქალბატონი ნულანდი პეჩენიებით სავსე ჩანთებით დადიოდა და პეჩენიებს აჭმევდა იქ მაიდანის მონაწილეებს და რა ხდებოდა ჩვენთან როდესაც მართალი სიტყვა ვერ გავიტანეთ ელემენტარულად მთელ დიპკორპუსს ვეხვეწებოდით რომ თქვით სიმართლე თქვით სინამდვილეში რა მოხდა ერთი ეს არ ყოფილა იქ მოლოტოვის კოქტეილი არ ყოფილა ერთი არაღი არ ყოფილა ერთი ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ მოგვაკერეს იარლიყი რომ ჩვენ ვიყავით რადიკალური ოპოზიცია და ამ შემთხვევაში საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მაშინდელი ხელისუფლება იხსენებდა ფარულ სატელეფონო ჩანაწერსაც სადაც რა იხსენებდა ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს როგორ გაკეთდა და სააკაშვილმა და მერაბიშვილმაც კი აღიარეს შემდეგ წამოწდათ თუ როგორ მოუვიდათ არ ვიცი რომ ეს იყო ტყუილი ეს იყო გაყალბებული და ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იყო პირდაპირ ამ ჩანაწერში ნახსენები ქალბატონო ნინო გასაგებია გააჩნია რა კონტექსტში და როგორ არის ეს დამონტაჟებული და ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილმა და მერაბიშვილმაც რომ არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა ისეთი რომელიც რაიმენაირად რეალურად მიუთითებდა ჩვენს რაიმე კავშირს გრუსთან ან სპეცსამსახურებთან და აბსოლუტურად ნათელი იყო ის რომ ეს იყო აბსოლუტური პროვოკაცია და აბსოლუტური ფალსიფიცირება და სრულიად ნათელი იყო ის რომ აქციის არც ერთ მონაწილეს არც იარაღი არც მოლოტოვის კოქტეილი არ ქონდა და რა ხდებოდა მაიდანზე ძალიან კარგად მახსოვს როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბულდოზერი მიაყენეს, როდესაც იარაღს იყენებდა ოპოზიცია და ამ ოპოზიციას და იქაურ ესე ვთქვათ აქციის მონაწილეებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პეჩენიებით უმასპინძლდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იმას ერქვა ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია და ჩვენ სააკაშვილმა გაყალბებული, აბსოლუტურად ფალსიფიცირებული ბრალდებებით მოგვაწება ეგრეთ წოდებული პრორუსული ოპოზიციის სახელი. თქვენ ჯერ კიდევ სასამართლო პროცესების დროს მე დღეს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალით თქვენს დაკითხვას იქ ამბობდით რომ და აპროტესტებდით ღიად რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილი იჯდა ბრალდებული სკამზე და რომ გსურდათ რომ პასუხისგებაში მიცემოდა ასევე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტიც. ანუ რა გარემოებებით არავის პასუხისგებაში მიცემა არ მსურს. მე იურისტი ვარ, მე ვარ აბსოლუტურად სამართლიანი ადამიანი და მე ჩემს სურვილებზე არ არის ვინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში და ვინ არა. მე კი არ მსურს ამას სამართლიანობა მოითხოვს რომ დიახ სააკაშვილი ჩაჯდეს ციხეში, იმიტომ რომ თავისთავად ის რომ სააკაშვილი დღეს აქეთ-იქეთ დადის და ოდესის გუბერნატორია და მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და რამდენიმე კაცი ზის ციხეში ეს ამ საქმესთან რა გარემოებების საფუძველზე ამბობთ რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს გარკვეული კავშირები ძალიან მარტივი ის კავშირები კი არ აქვს პრეზიდენტის გარეშე ესეთ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ხოლმე და პრეზიდენტის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა მე ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ეს მე ძალიან კარგად ვიცი და ძალიან მარტივი იყო ამის გამოძიება და ძალიან მარტივი იყო ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი დასკვნების დადება მაგრამ ეს დასკვნა რომ
დაედო ქართულ ოცნებას და ეს გამოეძიებია პროკურატურას და არა 4 კოსტიუმის და 1 პალტოს ყიდვა სააკაშვილის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯზე, მაშინ სააკაშვილი უნდა დაეჭირა და ამას ქართული ოცნება ამერიკის საელჩოშიშით ნამდვილად ვერ გაბედავდა. ამიტომ სწორედაც რომ დიახ, ის ხალხი უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, ვის სისხლზეც მოხდა რეალურად შემდეგ 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის გაშვება ხელისუფლებიდან. დიახ, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ, ჩვენ არანაირ რევანშს არ ვაპირებთ და არანაირ ანგარიშწორებას, მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობის იმ ადამიანების და წევრების მიმართ, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი და სახელმწიფოს და ადამიანების წინაშე არანაირი ცოდვა არ აქვს ჩადენილი. მე ვლაპარაკობ სისტემაზე, სისტემის წამყვან ადამიანებზე, იმაზე, ვისაც კონკრეტული დანაშაული და დანაშაულებრივი ბრძანებები აქვს გაცემული და გარწმუნებთ, რომ ჩვენ რომ მოვსულიყავით 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ჩვენ სიაში ნამდვილად არ იქნებოდა არც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები მაჟორიტარ დეპუტატებად და არც ნაციონალური მოძრაობის მაპატიეთ ამ სიტყვისთვის გამправებელი ადამიანები. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება ჩვენსა და ოცნებას შორის და ეს პრეტენზია მაქვს მე ოცნებასთან, რომ 4 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული არც 26 მაისი, არც ომი და დღეს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას, მართლა ურცხვები, მე წეხანაც თქვი უბრალოდ, აი ადამიანები, რომლებიც ბედავენ 26 მაისის შემდეგ, აგვისტოს ომის შემდეგ, ციხის კადრების შემდეგ გამოვიდნენ და სარეკლამო რგოლებში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და თავისუფალ სასამართლოზე ილაპარაკონ. აი ჩვენ ნახეთ, რომ დღეს კიდევ 4 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს გულისხმობ. თქვენთვის არ არის ეს საკმარისი? არა, მე კიდევ ერთხელ გეუბნები, თქვენ არასწორი ფორმულირებით ვამთ საკითხს. ჩემთვის არის საკმარისი, რას ნიშნავს? მე არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია და არანაირი თვითმიზანი არ მაქვს, ვინმე ციხეში იჯდეს. ჩემთვის საკმარისი კი არ არის ლაპარაკი. სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაწყებული სააკაშვილიდან ყველა ის ადამიანი, ვინც ადამიანებს ცემდა, აწამებდა, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდა, ეს ადამიანები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არასოდეს აღარ კონდეს იმისი შანსი, რომ მორალს წაგვიკითხავს, თითს დაგვიქნევს და ხელისუფლებაში მოსვლაზე ილაპარაკებს და მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, ძალიან კარგად იცის. ყოველ შემთხვევაში 99% იმ ადამიანებისა, ვინ ჩვენ ან პრორუსულობას, ან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გვაბრალებდა, რომ არავითარი ანტისახელმწიფოებრივი, არავითარი პრორუსული არ იყო იმ აქციაში ერთი მისხალიც კი. ყველამ საკუთარ სინდის ჩახედოს, ყველამ საკუთარი თავის წინაშე ღმერთთან აგოს პასუხი და მე ვამბობ, რომ ვინც ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნებზე მიცემს ხმას და შემოხაზავს ხუთიანს. ყველა ის ადამიანი აბსოლუტურად არის თანამონაწილე 26 მაისის დანაშაულის, აგვისტოს ომის და ტერიტორიების დაკარგვის, ციხის კადრების და ყველა იმ უბედურების, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. ეს ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, თუმცა ვამბობ იმასაც, რომ ნამდვილად ოცნებაც არ იმსახურებს მხარდაჭერას, იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო საფლავში ჩაგდებული, პოლიტიკურ საფლავში ჩაგდებული ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სივრციდან განდევნა, ვერ უზრუნველყო სამართლიანობის აღდგენა, 26 მაისის გამოძიება და ყველაფრისთვის თავის სახელის დაკმავა. და ბოლოს შეკითხვას, რომელიც ჩემ წინა რესპონდენტსაც დაუსვით, თქვენ თუფლობთ რაიმე ინფორმაციას სულიკო ასათიანის ცხედრის ხელახალ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობი არის, როგორი არის ახალი ექსპერტიზის პასუხი და გამოიცხოს თუ არა ბუნებრივია, მე არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. მე ბატონი სულიკოს ოჯახს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი იყო სრულიად, აი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი, მის ოჯახს მეუღლეს და შვილს არაერთგზის შევხვდი, ჩვენ მქონდა საუბრები ამ ძალიან მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, იმ ოჯახს კიდევ უფრო არანაკლები ტრაგედია აქვს ადრეც გადატანილი, როდესაც ახალგაზრდა გოგონა დაეღუპათ შვილი და ძალიან მართლაც გაუბედურებული და ძალიან მძიმე ბედის მქონე ოჯახია. არ ვიცი, არავის არც ოჯახისთვის და არც ჩვენთვის ამ ესე ვთქვათ ექსპერტიზის შედეგები არ უცნობებია, არავის ბოლომდე ეს საქმე არ მიუყვანია და ნუ ახლა ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია მართლაც, იმიტომ რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო, იცით, აი ნამდვილად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოფილიყო ეფექტური ხელისუფლება ქვეყანაში და მონდომებული
რომ ყველაფერს ფარდა ახდოდა და ყველაფერს თავის სახელი დარქმეოდა და არ ყოფილიყო ხელისუფლება, რომელიც შეშინებულია და ყველაფერზე ამერიკის საელჩოს ფანჯრებისკენ იყურება უკან, დღეს ეს ტრაგედიები გამოძიებული იქნებოდა და სააკაშვილი ოდესაში კი არა ციხეში იჯდებოდა. მადლობთ. ნინო ბურჯანიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.